კალაძის შტაბის წევრების მიერ წინადღით ჩადენილი ძალადობის პასუხად მელიქიშვილის გამზირზე გუშინ საღამოს ათასობით ადამიანი მივიდა. შეკრება ფილარმონიასთან დაიწყო, შემდგომ კი კალაძის საარჩევნო შტაბთან მივიდა. იქ სადაც 8 სექტემბერს ოცნების სპარტაქტივი მშვიდობიან დემონსტრანტებს ფიზიკურად გაუსწორდა. აქციის მონაწილეებს მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო გზა სრულად ჰქონდათ დაკავებული, ადგილზე ისმოდა საპროტესტო შეძახილები. წინადღეებისგან განსხვავებით ოცნების მხარდამჭერები შტაბიდან არ გამოსულან, ისინი სახის დაფარვას შენობაშიც ცდილობდნენ. კალაძის საარჩევნო შტაბთან აქციის მონაწილეები სიტყვით გამოვიდნენ, მათ შორის იყვნენ აქციებისას დაკავებულთა ოჯახის წევრები და ციხიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული აქტივისტები. ძალიან ხოთაი თქვენ თქოთ რომ უბრალოდ ერთმანეთს გაუწოდოთ ხელი და ამ რუსულ რეჟიმს ყველაფერზე გავცეთ პასუხი. პასუხი გავცეთ იმ ბიჭები რომ გამოგვიყენეს და გოგოები მაგის გამო ამ ჯალათებს. პასუხი გავცეთ ისეთია ტიტუშკას რო არ დასიზმრებიან. ოღონდ მხოლოდ ერთ შემთხვევაში თუ ერთმანეთს გაუწოდებთ ხელს, გავივიწყებთ ყველა წენას აბსოლუტურად. აუცილებლად გავიმარჯვებთ მხოლოდ ამ შემთხვევაში. ყველამ ერთად თავ დაუჯროგავად გავაგონოთ პროვინციაში ერთმანეთს ის შეძახილები, რომელიც თითქოს გვაკლია, თითქოს გვენეწება მე ესე შემისახებ ლაბარაკობ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის სიჩუმე, რომელიც იყო საკანში, ძალიან ბევრ ადამიანთან მაინც მაკავშირებდა და უფრო მეტად მაახლოვებდა. ამიტომ ბიჭებს და ორ არაჩვეულებრივ ხალხს საპატიმროში ყველამ ერთად კიდევ ერთხელ შევძახოთ და გავაგონოთ ჩვენი ყიჟიდა. ყველამ ერთად. აქციის მონაწილეებმა კალაძის საარჩევნო შტაბის ბანერებზე საპროტესტო წარწერები დატოვეს. ფაქტზე ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კახა კალაძე დღეს დემონსტრანტებს ციხით დაემუქრა, მის მოძალადე პარტაქტივზე დასმულ შეკითხვებს კი თავი არიდა. ეს მოძალადე დაჯგუფების მხრიდან პირველი შემთხვევა არ არის ძალადობრივი ქმედებები, გუშინაც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები, რა არის მათი მთავარი მიზანი, რით შემოიფარგლებიან. თქვენ ბანერზე წარწერის გამო ხალხის დაჭერას აპირებთ, გამოძიება დაიწყო. ჩვენ გვახსოვს მათ შორის ნაციონალური მოძრაობის შტაბის დარბევა, ნიკამელია შტაბის დაწვა, რაზეც არავინ არ დაკავებს. კანონი და ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში. არავის არ აქვს იმის უფლება, რომ საარჩევნო პროცესში ხელი შეუშალოთ. ბატონ კახა, ნაციონალური მოძრაობის შტაბი რომ დაარბიეს. საარჩევნო შტაბს ქართული ოცნება და ჩვენი საარჩევნო შტაბი არ მისულა არავისთან. ნაციონალურ მოძრაობას რომ მიუვარდნენ და დაარბიეს შტაბი, მელიას რომ შტაბი დაუწვეს. ეს თქვენი მხარდამჭერები არიან?
ახალი გამოძიების დაწყების შემდეგ ოპოზიცია ქართული ოცნების ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. მათი თქმით, ივანიშვილის მხარდამჭერებს ოპოზიციური პარტიების ოფისები არაერთხელ დაურბევიათ, თუმცა პასუხისგებაში არავინ მიუციათ. ოპონენტები ოცნებას ურჩევენ კანონის აღსრულება იმ პირების დაკავებით დაიწყოს, რომლებიც 8 სექტემბრის ღამეს დემონსტრანტებს ცემდნენ და აქტივისტ გოგონებს სახეში ხელს ურტყამდნენ. რაც შეეხება ბანერებთან დაკავშირებით, მე შემიძლია, რომ აი ეხლავე განახოთ უამრავი ოფისი ჩვენი, რომელიც დაარბია ქართულმა ოცნებამ, ქართული ოცნების ტიტუშკებმა. იქ წარწერით კი არა, მარტო გუშინიკ რუსული ოცნება მიაწერეს, სხვა არაფერი უკნია და მე შემიძლია განახოთ ჩამოხეული ბანერები, ჩვენიდან განადგურებული ბანერები, რომელზეც არც კი აღძრულა საქმე მილიონ დაკითხვაზე ყოფილვარ და მაინც ამიტომაც ორმაგი სტანდარტი არ არსებობს და როდესაც თუ ვინმე ამ ქვეყანაში ორმაგ სტანდარტს ამკვიდრებს ეს არის ქართული ოცნება თუ ქართული ოცნებისთვის ყველაფერი მოსულა ის მოსულა რომ დაასისხლიანოს საქართველოს მოქალაქეები ის მოსულა რომ ამ ქვეყანას უღალატოს ის მოსულა რომ ქალები ცემოს და ათრიოს ყველა გინება ქართულ ოცნებაზე საქართველოს მოქალაქეების მხრიდან არის ალალი საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება შვიდობიანი ფორმით გამოხატონ პროტესტი იქ, სადაც ისინი თვლიან საჭიროდ და ხელისუფლებაში რომ არიან ვინც არიან, მათ კიდევ აქვთ პასუხისმგებლობა, რომ შვიდობიანი პროტესტი მოითმინონ და ამ პროტესტს ძალადობით არ უპასუხონ და იმ საშინელი აგრესიით არ უპასუხონ, რაც ჩვენ ვიხილეთ მელიქიშვილის გამზირზე 2 დღის წინ. ეს მათი ვალდებულებაა. ხელისუფლებას საკუთარი პასუხისმგებლობა აქვს. მოქალაქეებს საკუთარი პასუხისმგებლობა აქვს. ამიტომ ამბობთ ჩვენ რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ძალადობა და რადიკალიზმი. კალაძის ბანერებზე საპროტესტო წარწერების წაშლა და სუფთავების სამსახურმა ადგილზე აქციის დასრულებისთანავე დაიწყო. მოგვიანებით მელიქიშვილის გამზირზე ექსპერტ-კრიმინალისტები გამოჩნდნენ, რომლებმაც ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს და ბანერების დამზიანებელი პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. კალაძის შტაბთან აქციის დასრულების შემდეგ მოქალაქეებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. უწყვეტი პროევროპული აქციების 286 დღეს საკანონმდებლო ორგანოს წინ მოქალაქეებმა საავტომობილო გზა სრულად დაიკავეს.